იცოდი, რომ არსებობს ხილის ხეების გამრავლების ბევრად უფრო მარტივი გზები, ვიდრე გონია? ეს მეთოდები საშუალებას გაძლევს უპრობლემოდ და საოცარი შედეგებით გაავსო შენი ბაღი ლეღვის, ვაშლის, ლიმონის, ფორთოხლის, ავოკადოს ან ბროწეულის ხეებით. დღეს განსწავლი გამრავლების სამ მეთოდს, რომლებიც აობათ არასდროს გინახავს და რომლებსაც ნებისმიერი ადამიანი შეძლებს სახლში გააკეთოს. თუ გინდა ნაბიჯ-ნაბიჯი სწავლო, როგორ გაამრავლოს შენი ხილის ხეები მარტივად, ეფექტურად და ძალიან იაფი მასალებით, დარჩი ჩვენთან, რადგან ეს ნამდვილად გაგაოცებს. პირველ რიგში, უნდა ვიპოვოთ ჯამთთელი ტოტი. არ არის საჭირო იყოს იდეალური ან რაიმე განსაკუთრებული, უბრალოდ იყოს კარდი, არ კონდეს დაავადებები და შეგვეძლოს ოდნავ ქვემოთ დავხაროთ, რადგან მილი მიწაზე უნდა დაეყრდნოს. ვაცლით ფოთლებს, ასევე ვაცლით პატარა ტოტებს და ვტოვებთ სუფთა მონაკვეთს როგორც წკირი. ამ მონაკვეთს ვზომავთ, რადგან მისი სიგრძის მიხედვით შემდეგ მილს მოვჭრით. როცა უკვე ვიცით ტოტის ზომა, ახლა გადავდივართ მილზე. მას ვჭრით ოდნავ უფრო გრძელად ვიდრე ტოტია. მაგალითად, თუ ტოტი 1 მეტრია, მილს ვჭრით 1 მეტრი და 20 სანტიმეტრი. ეს იმისთვისაა, რომ ახლა რაც უნდა მოვჭრათ, ყველაფერი კარგად ჩაიძიროს წყალში. ქვედა მხარეს ვადებთ საცობს, ვუსვამთ PVC-ის წებოს და ცოტა ხანს ვაცდით გაშრობას, რომ დავრცმუნდეთ, წყალი არ ჟონავს. როცა მილი მზად გვაქვს, ვუბრუნდებით ტოტს და ვაკეთებთ ჭრას. ეს ჭრა ძალიან მარტივია, გრძელი და წორილი ჭრილია, თელი მონაკვეთზე, რომელიც მილში შევა, დაახლოებით 5-დან 7 მმ-მდე სიგანით. სხვა არაფერია საჭირო, უბრალოდ სუფთა ერთი მოძრაობა დანაჩაქუჩით. ამ ჭრილზე ვაკრით ცოტა დაფქულ დარიჩინს, რომ სოკო არ გაჩნდეს. ახლა მილს ვაცურებთ ტოტზე, სანამ ჭრის მთელი მონაკვეთი არ დაიფარება. დგამთ მიწაზე და ზემოდან მილში ვაკეთებთ პატარა ნახვრეთს, სადაც გავატარებთ მავთულს, რომ ტოტზე დავამაგროთ. ამით მილი მყარად დგება და არ ვარდება. შემდეგი ნაბიჯი ძალიან მარტივია. მილს ვავსებთ წყლით ისე, რომ კარგად დაფაროს დამუშავებული ნაწილი და ვამატებთ 2 ჩაის კოს წყალბადის ზეჟანგს. ეს ეხმარება წყალს სისუფთავის შენარჩუნებაში. აქედან მეინტეინანსი ძალიან მარტივია. ყოველ 3 ან 4 დღეში ერთხელ ვცლით წყალს. ვწევთ მილს, ვაცლით წყალს, ისე ვაბრუნებთ თავის ადგილას, ვავსებთ ახალი წყლით და ისე ვამატებთ 2 ჩაის კოს წყალბადის ზეჟანგს. თუ არაფერია საკილო და აი უკვე დაახლოებით 3 კვირა გავიდა. ახლა კი დგება მთელი პროცესის ყველაზე ლამაზი მომენტი. ჭრით ხის ტოტს, ფრთხილად ვიღებთ მილს და შეხედე ამას. მთელი ტოტი მთლიანად დაფარულია ფესვებით. ფესვები მთელი მონაკვეთზეა, რომელზეც ვიმუშავეთ. ჯამრთელი, თეთრი და ძლიერი. ეს ნამდვილი სილამაზეა. და აქ მოდის ამ მეთოდის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა. ეს ტოტი მხოლოდ ერთი ხეხილი არ არის. ახლა შეგვიძლია დავყოთ და აქედან იმდენი ხეხილი გამოვიყვანოთ, რამდენიც გვინდა. იდეალურია, თითოეულ ახალ ხეხილზე 3-5 სანტიმეტრი ტოტი დავტოვოთ. ასე უზრუნველყოფთ, რომ თითოეულ ნაწილს საკმარისი ფესვები ჰქონდეს და მნიშვნელოვნად ვზდით გამრავლების წარმატების შანსს. ახლა წარმოიდგინე ერთი რამ. ეს, რასაც ახლა ხედავ, მხოლოდ ერთი ტოტია. წარმოიდგინე, იგივე გააკეთო შენი ხეხილის ბევრ ტოტზე. აქ მხოლოდ იდეას გაძლევ და გაჩვენებ, როგორ უნდა გააკეთო. ამის შემდეგ უკვე შენ წყვეთ, სადამდე გინდა მიხვიდე. ვიცი, ბევრს გონია, რომ ლეღვის ხესთან ყველაფერი მარტივია. ამიტომ ეს მეთოდი ასევე გამოვცადეთ ახალგაზრდა ვაშლის ხეზეც და შესანიშნავად იმუშავა. ასე რომ, ეს სისტემა ძალიან ბევრ ხეხილზე მუშაობს. ლეღვი, ვაშლი, ლიმონი, ფორთოხალი, ავოკადო, ბროწეული, ვაზი, პრაქტიკულად ნებისმიერზე. ახლა გადავდივართ მეორე მეთოდზე და ეს ნამდვილად გაგაკვირვებს, რადგან ერთი ტოტიდან რამდენიმე ხის მიღების საშუალებას გვაძლევს. პირველ რიგში უნდა ავარჩიოთ ჯამრთელი და გრძელი ტოტი. მცირედით ვასუფთავებთ ვაცლით ფოთლებს და პატარა ტოტებს იმ მონაკვეთზე, სადაც ვაპირებთ მუშაობას. როცა ტოტი მზად იქნება, ვირჩევთ იმ წერტილებს, სადაც გსურს გავაკეთოთ აკოდები. ერთმანეთიდან დაახლოებით 30 სანტიმეტრით ვაშორებთ, რომ თითოეულს ჰქონდეს თავისი სივრცე და კარგად განავითაროს ფესვები. ახლა ვაკეთებთ ფანჯრისებურ ჭრილოს. არ ვაცლით მთელ ქერქს, როგორც რგოლისებურ აკოთში, მხოლოდ ვაკეთებთ პატარა მართკუთხა ფანჯარას, სადაც დარჩება ცოცხალი ნაწილი გამოჩენილი. ეს არის სუფთა, კონტროლირებადი ჭრილი, ზუსტად იმდენი, რომ ფესვების წარმოქმნა წაახალისოს, მაგრამ მთლიანად არ შეწყვიტოს წვენის ცირკულაცია.
ამ ჭრილობაზე შეგვიძლია ცოტაოდენი ალოე ვერა ან დარიჩინი დავდოთ, რაც იცავს და ასტიმულირებს. შემდეგ ვამზადებთ ჭურჭრეთს. იმისთვის, რომ ყველაფერი მარტივი და ეკონომიური იყოს, გამოვიყენებთ ერთჯერად ჭიქებს. გვერდზე უკეთებთ ჭრილს სკალპელით ან მაკრატლით, რომ გავხსნათ და ტოტის გარშემა მოვათავსოთ. ასევე უკეთებთ პატარა ხრელს ქვედა ნაწილში, რომ წყალი გადინდეს. ახლა, როცა უკვე 5-ვე ჭიქა მზად გვაქვს, პირდაპირ ტოტზე ვათავსებთ, ზუსტად იმ ადგილზე, სადაც ჭრილი გავაკეთეთ. ვათავსებთ ისე, რომ დაახლოებით სტაბილურად და კარგად ცენტრში იყოს ჭრილის ფანჯარაზე. როცა უკვე ადგილზეა, უბრალოდ იზოლენტით ან რაიმე შემკვრელით უჭერთ, რომ მყარად იყოს დაფიქსირებული. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ასე თავიდან ავიცილებ ჭიქის გახსნას, როცა სუბსტრატს ჩავასხამთ. ახლა კი დროა, ჩავყაროთ ტორფი ან გამდიდრებული მიცა. ნელ-ნელა ვასხამთ და მსუბუქად ვაწვევით, რომ დარწმუნდეთ, ჭრილი მთლიანად დაფარულია. არ არის საჭირო ზედმეტად მჭიდროდ დაჯერა, მხოლოდ იმდენად, რომ სუბსტრატი კარგად ეხებოდეს ტოტს. როცა ფანჯრის კალმები კარგად არის მოთავსებული და დაფარული, გადავდივართ მორცხვაზე. სუბსტრატს ოდნავ ნამავთ. არ ინერვიულოთ, თუ ცოტა მეტი წყალი მოგივიდათ, რადგან ზედმეტი წყალი უპრობლემოდ გადინდება ქვედა ნაწილიდან და ჭიქის ჭრილებიდან. მორცხვას რო დავამთავრებთ, მთელ კომპლექტს შავი პლასტმასის პარკით ფუთავთ. კარგად ვფარავთ ყველა ფანჯრის საჰაერო კალმს, ვაბანთ და კარგად ლუქავთ. ეს ხელს უწყობს ტენიანობის შენარჩუნებას და იდეალური გარემოს შექმნას ფესვების გამოსაყვანად. ახლა კი უბრალოდ უნდა დაველოდოთ. 3-4 კვირის შემდეგ, ჯიშისა და წლის დროის მიხედვით, დავიწყებთ ფესვების გამოჩენას. საჭირო არ არის დაველოდოთ, სანამ თლიალად აივსება. როგორც კი ვხედავთ, რომ კალმა უკვე გამოუშვა ფესვები, ეს არის შესაფერისი დრო მოსაჭრელად. უჭრით თელ ტოტს და ყოფთ ნაწილებად. შემდეგ თითოეულ კალმს ფავის პატარა ქოთანში ვრგავთ. ასე რომ ერთი ზეთისხილის ტოტიდან შეგვიძლია 5 ახალი ზეთისხილი მივიღოთ. ასე მარტივად და ასე საოცრად მუშაობს ეს მეთოდი. ახლა კი გადავდივართ მესამე მეთოდზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ასევე ყველაზე საიმედოა, გატეხილი კალმის მეთოდი. ალბათ ოდესმე გინახავთ ეს, რადგან ეს ერთ-ერთი ყველაზე მარტივი კალმის მეთოდია და საოცრად კარგად მუშაობს. ამ მეთოდში უბრალოდ აირჩევთ ტოტს, რომლის გამრავლებაც ან დაკლონირებაც გსურთ. ჩვენს შემთხვევაში ამას ნუში ტოტით გავაკეთებთ, მაგრამ ეს მეთოდი შესანიშნავად მუშაობს ნებისმიერი ხეხილის ან დეკორატიული მცენარის გამრავლებისთვის. რაც უნდა გავაკეთოთ, ძალიან მარტივია. ვხრით ტოტს მანამ სანამ არ გატყდება, მაგრამ ვცდილობთ, რომ ქერქის ნაწილი მაინც დარჩეს შეერთებული, როგორც აქვე გაჩვენებთ. ასე უზრუნველყოფთ, რომ ტოტი მთლიანად ცოცხალი დარჩეს. საფარი კვლავ მიედინება ტოტის ბოლო ნაწილში და ამავდროულად ვაიძულებთ ხეს, რომ სწორედ ამ გატეხილ ადგილას გააჩინოს ფესვები. გატეხვის შემდეგ პირველ რიგში ალოე ვერას პირდაპირ დავადებთ ჭრილობაზე. შემდეგ დავამატებთ ბუნებრივ ანტიფუნგალს, მაგალითად დაფქვილ დარიჩინს. ეს გვეხმარება, რომ ადგილი უფრო სუფთა იყოს და მნიშვნელოვნად ზრდის ფესვების წარმატებით გაჩენის შანსებს. ახლა ვიღებთ რომელიმე ჭურჭელს, შეიძლება იყოს ჭიქა ან რამე მსგავსი და ვავსებთ ტორფით ან სუბსტრატით, რომელიც კარგად ინარჩუნებს ტენიანობას. დამაგრებამდე ჭურჭელს უკეთებთ ჭრილს, რომ შევძლოთ მისი გახსნა და კარგად მოვარგოთ ტოტს. ეს მნიშვნელოვანია, რომ კარგად დამაგრდეს. ჭურჭელს პირდაპირ ჭრილობაზე ვათავსებთ, ხურავთ და კარგად ვამაგრებთ. იქნება ეს პლასტმასის სამაგრით თუ სხვა რაიმე საშუალებით, ისე რომ არ იძრას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჭურჭელი მყარად იყოს დამაგრებული. როცა ყველაფერი კარგად დამაგრდება, თელ კონსტრუქციას შავ პლასტიკს ვაფარებთ და კარგად ხურავთ. ახლა კი უბრალოდ უნდა დაველოდოთ. 3-დან 4 კვირაში. ამინდისა და წლის დროის მიხედვით, ფესვების გამოჩენას დავიწყებთ. სინამდვილეში, უკვე 3 კვირის შემდეგ, აშკარად უნდა შევამჩნიოთ ფესვების არსებობა აკოძზე. როცა ფესვები კარგად ჩამოყალიბებულია, უბრალოდ ვჯრით ტოტს დედახიდან, ვხსნით პლასტიკს და აკოც ვრგავთ ქოთანში. და ეგა, ასე მარტივად და ასე ადვილად შეიძლება ხეხილის გამრავლება აკოდის მეთოდით. და სანამ დავამთავრებთ, მართლა დიდი მადლობა, რომ აქ ხართ. ამ ყველაფერს დრო, ცდები და ბევრი ექსპერიმენტი ჭირდება, რომ შენ მარტივად ისწავლო. თუ ეს ვიდეო დაგეხმარა, ძალიან მადლობელი ვიქნები, თუ დაალაიქებ და გააზიარებ, რადგან ეს გვეხმარება გავაგრძელოთ კვლევა და მოგიტანოთ მეთოდები, რომლებიც სხვაგან არ შეგვხვდება. გეხვევი და მომავალ ვიდეომდე.